ღმერთთა მამისა და დაცისა და დაწმიდისა სულისა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდმარხვის პირველ კვირას. ტრადიციულად ეს ყოველთვის ასეა, არასდროს არ იცვლება, კალენდარში ასე არის მითითებული, რომ დღევანდელ დღეს ქვია მართლმადიდებლობის ზეიმი. მე არ ვიცი გიფიქრია თუ არა ამ საკითხზე, რას ნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმი კალენდარში და რას ნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმი პირადად შენთვის, რომელსაც ქრისტიანი ქვია და ამ კალენდრით ხელმძღვანელი. მოდი ჯერ ისტორია მოვყვეთ, რა არის მართლმადიდებლობის ზეიმი და რატომ არის დაწესებული და მერე გადავიდეთ პირადობაზე. ეს გახლავთ დღე, როდესაც დააწესეს გამომდინარე იქედან, რომ 7 მსოფლიო საეკლესიო კრება თითქოს ერთად შეაჯამეს და თქვეს, რომ ეს არის აი 7 საყვირი, რომელიც სამყაროში გაისმა და ამ 7 საყვირით ჭეშმარიტება გამოცხადდა თითოეული ჩვენგანისთვის. ჭეშმარიტება სადაო აღარ არის და ამ თემებზე აღარავინ აღარ დაობს, იმიტომ რომ ყველანაირი დოგმატური საღვთისმეტყველო საკითხი გადმოცემულია წმინდა მამათა აი ამ კრებების საშუალებით. მაგრამ განსაკუთრებულად ეს ეხებოდა ბოლო მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებას, რომელიც შედგა 787 წელს, ეს არის მერვე საუკუნე. ეს კრება ეხებოდა ხატმებრძოლეობის ერას. ხატმებრძოლეობა გავრცელდა რაღაცა თითქოს ხატი კერპთაყვანისცემის საგანია და არა თითქოს სიწმინდის თაყვანისცემის საგანი, ესეთი სწავლება გავრცელდა და ძალიან პოპულარული გახდა, იმდენად რომ ამ სწავლების გამო ორი დაპირისპირებული მხარე იარაღითაც კი ებრძოდა ერთმანეთს, მინდა გითხრათ და ქალაქში, ქუჩებში ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს ლამის ხოცავდა აი ამ სიმართლის დასამტკიცებლად. და როდესაც ამ კრებამ დაადასტურა, რომ ხატის თაყვანისცემა არ არის კერპთაყვანისცემლობა და ეს სიწმინდის თაყვანისცემა, სწორედ ამის შემდგომ გამოცხადდა, რომ პირველი კვირა დიდმარხვისა ყოფილიყო მართლმადიდებლობის ზეიმი და აი ესე ზეიმობ საზოგადოდ კალენდრულად. მაგრამ სანამ პირადულზე გადავიდოდე, მე მაინც მინდა გითხრათ, რომ რას ნიშნავს ჩვენთვის ეს ხატის თაყვანისცემა უნდა ვიცოდეთ. უპირველეს ყოვლისა, ყველა მსოფლიო საეკლესიო კრება შეიძლება ხმამაღლა არ ყოფილა ეს გაცხადებული, მაგრამ აბსოლუტურად ყველა საეკლესიო კრება ემსახურებოდა ერთ ძალიან დიდ მიზანს, რომ დაემტკიცებინა წმინდა მამებს თავისი მოდავეების წინაშე, განკაცდა თუ არ განკაცდა ღმერთი. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება არიოსის წინააღმდეგ სწორედ ამას ეძღვნებოდა, იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ იყო დრო, როდესაც ქრისტე არ არსებობდა, ანუ როგორც შექმნილს მოიაზრებდა და ყველანაირი ქმნილება მოგეხსენებათ არ შეიძლება იყოს ბუნებით ღმერთი, ხოლო უქმნელი არის ბუნებით ღმერთი. ამ შესაბამისობიდან გამომდინარე, ყველა სხვა დარღვევა შემდგომში ნესტორიანული იყო თუ მონოფიზიტური იყო თუ მონოთელიტური იყო, თქვენთვის ახლა ეს სიტყვების რა ხარუხი რო არ იყოს, გეტყვით რომ ეს არის ქრისტეს ბუნების რაღაცა კვლევა, რომ ამბობდნენ, რომ მას მხოლოდ ერთი ბუნება ჰქონდა ღვთაებრივი. იქ ვიღაცა ამბობდა, რომ მას მხოლოდ ერთი ნება ჰქონდა, ეს იყო ღვთაებრივი. არა, მართლმადიდებლობა ამბობს, ის არის სრული ღმერთი და სრული კაცი. მას აქვს ორი ბუნება, სრული ღვთაებრივი, სრული კაცობრივი. მას აქვს ორი ნება, სრული ღვთაებრივი, სრული კაცობრივი. ამიტომაც ეს ყველაფერი და რომ არ დაგღალოთ ამ და ისეთი ძნელად დასატევი ტერმინები, თუმცა კი საცოდნელია ეს რომ დაიცოდეთ ნამდვილად და ჩვენ ეს წამში ყველაფერი გაცხადებული გვაქვს. ბოლო კრება შეიძლება იკითხოთ და თქვათ, რომ აი რაშუაში ღმერთის განკაცება რაშუაშია ხატმებრძოლეობასთან, თუ ესე დავსვამთ აკითხვას, გამკითხვას. გეტყვით, რომ პირდაპირ კავშირში. იცით რატომ? საბოლოო ჯამში იტყოდნენ, რომ ღმერთი როგორ შეიძლება დახატო. რაც არ გინახავს, როგორ შეიძლება ის რომ დახატო. მაგრამ რაც გინახავს, იმისი დახატვა ხომ შეგიძლია. ამიტომ განკაცებული ღმერთი, რომელიც მე ვნახეთ, შემიძლია ის გადავიტანო და დავხატო. ასე რომ ეს ბრძოლა აქეცკენ მიმართული იყო, რომ განკაცდა თუ არ განკაცდა ღმერთი. თუ არ განკაცებულა, მაშინ ვერ დავხატო. და თუ განკაცდა,
მე მისი სახე შემილია გამოვხატო, იმიტომ რომ მას კაცობრივი სახე ჰქონდა რაღაცა გარკვეულ პერიოდში მიღებული. კიდევ ერთი კითხვა უნდა დაისვას. კი ბატონო, გავიგეთ, დაგიჯერეთ თქვათ რომ განკაცდა. მაგრამ შენ რომ დახატე ახლა მისი სახე, რატომ არის ეს სიწმინდე ჩემთვის და რატომ უნდა ვებთხეოდე მას? რატომ უნდა იყოს, როგორც მეუბნება, რომ ხატი სარკმელია ცათა სასუფეველში, რატომ უნდა აღიქმებოდეს ეს ასე ყველაფერი და კარგით ქრისტეს თავი დავანებოთ. სხვა წმინდანები, მაგალითად ჩვენთვის სათაყვანებელი წმინდა დიდმოწამე გიორგი, ჩვენი მომაქცეველი დედა ნინო, რატომ შეიძლება იყოს ეს სიწმინდე, რატომ უნდა ვებთხეოდე მას? რა თქმა უნდა, ამაზეც პასუხი ჩვენ წმინდა წერილში გვაქვს. ხატმებრძოლეობის დღევანდელ დღესაც არის ეს მინდა გითხრათ და არის რაღაც პროტესტანტული ეკლესიები, რომლებიც ხატებს არ აღიარებენ, მაგრამ როდესაც მათთან შეკითხვა ჩნდება, რომ რატომ ისინი ძველი აღთქმის ამ მუხლებს მოიშველიებენ, რომ არ შეიძლება არაფრის გამოსახვა და მით უმეტეს თაყვანისცემა. მაგრამ არ შეიძლება არაფრის გამოსახვა, ერთი ნაწილია ბიბლიაში გაცხადებული. მაგრამ იქვე მეფეთა წიგნში რომ წერია, როდესაც ტაძარს აშენებს სოლომონი, რომ უნდა გამოსახოს ქერუბიმები. ქერუბიმები ზეცათა, ესე იგი, ზეცაში მყოფი არსებები არის. უნდა გამოსახოს პალმის რტოები. ეს უნდა იყოფილიყო ჭედურობაში. ეს პალმა მოგეხსენება დედამიწაზეა. ანუ თურმე შესაძლებელი ყოფილა რაღაცა გამოსახოს. თუმცა კი თაყვანისცემისთვის კი არ უნდა გამოსახოს, სილამაზისთვის, დეკორაციისთვის შეიძლება ასე ვთქვა, გამოსახოს. მაგრამ თაყვანისცემას რაც შეეხება, როგორ შეიძლება იყოს თაყვანისცემის საგანი ხატი, ახლავე მოგახსენებთ. იგივე აი ამ ადამიანებს, რომლებიც ხატის სიწმინდეს არ აღიარებენ, უნდა დაუსვათ მარტივი კითხვა. როდესაც მოსეს ეცხადება ღმერთი, ეცხადება ასეთი სახით. მაყვალს ცეცხლი უკიდია და არ იწვის. და მოსე აპირებს იქ ახლოს მისვლას და ღმერთი მას ეუბნება, რომ გაიხადე ფეხსაცმელები, იმიტომ რომ ეს ადგილი წმინდა. და მოსე გაიხდეს ფეხსაცმელებს და ესე მიდის თაყვანისაცემად. ეხლა როდესაც ამ კითხვას უსვევა მსგავს ადამიანებს, მე მქონდა ერთხელ შეხვედრა, მეუბნებიან რომ ის ადგილი იმიტომ გახდა, რატო გახდა წმინდა, რომ ქიმიური მდგომარეობა შეიცვალა რაიმე მიწა? ანუ ჩვეულებრივი მიწა აღარ არის. 5 მეტრის იქეთ რო გადახვალ, სხვანაირი მიწა და აქ სხვანაირი მიწა არა. აქ ეუბნება წმინდა მიწა და რატომ არის წმინდა? ეხლა ეს ადამიანი პასუხობენ, იმიტომ რომ იქ ღმერთია. ახლა შემდეგი კითხვა ისმის, ღმერთი სად არის? ღმერთი აბსოლუტურად ყველგან არ შეიძლება სადმე ღმერთი არ იყოს. თუ ღმერთი სადმე არ არის, ის ღმერთი არ არის მაშინ. იმიტომ რომ რაღაცა მას გარემო იცავს და მასზე დიდი არსებობა რაღაცა. ღმერთი არის ყველგან მყოფი, ამიტომაც არის ის უძრავი. იმიტომ რომ მოძრაობა შეუძლია მას ის, ვინც ყველგან არ არის. ეხლა აქ რომ დგავარ, აქედან სატრაპეზომდე უნდა გადავადგილდე, მაგრამ თუ ყველგან ვარ, მაშინ გადაადგილება არ მჭირდება. ამიტომაც ღმერთი თუ ყველგანაა, მაშინ ის კონკრეტული მიწა როგორ გახდა წმინდა? სადაც საფრთხო გამოვლინება ხდება და ღმერთი აკურთხებს, აი ის ხდება სწორედ სიწმინდე და ხატებთან მიმართებაშიც სწორედ ესეთი მდგომარეობა. ასეთი მდგომარეობა ტაძართან მიმართებაში, როდესაც იერუსალიმის პირველი ტაძარი აშენდა, ჩვენ ვნახეთ, რომ სული წმინდამ აავსო ისე ის ტაძარი და ისეთი ღრუბლით აივსო, რომ ადამიანებს შიგნით დგომა უჭირდათ. ეს ტაძარი სანამ იკურთხებოდა, ტაძარი არ იყო, ფორმა არ ჰქონდა, მაგრამ კურთხევის დღეს მოხდა სწორედ ასეთი რამ მასზე. ტაძარი, რომელიც ეხლა ჩვენს ეზოში დგას, რომელიც ჯერ არ გვიკურთხებია, ეს ნაკურთხია, ის არ არის ნაკურთხი. ფორმა არა აქვს ტაძრის, ეს ჩვეულებრივი ტაძარია, მაგრამ რადგანაც კურთხევა არ შესრულებულა, სულიწმინდის მოწვევის ლოცვა არ წაკითხულა, შესაბამისად ის ჯერჯერობით შენობად ითვლება. და ეს უკვე ნახეთ ტაძრად, სადაც ჩვენ სულიწმინდის მყოფობას ვგრძნობთ და შევიცნობთ. ასე რომ ხატებთან მიმართებაშიც სწორედ ეს მდგომარეობა, სადაც გამოავლინა ღმერთმა, რომ სულიწმინდა გარდამოვიდა ამა თუ იმ ხატზე კურთხევის დროს ლოცვით მოწვეულია სულიწმინდა ადამიანების ლოცვით, სწორედ ამიტომაც არის ის ჩვენთვის სიწმინდე.
მე არ ვიცი რამდენად გასაგებად აღიხსენით ახლა ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ კი ვინმეს გაუჩნდება მსგავსი შეკითხვა და გეტყვით რომ აი თქვენ მართლმადიდებლები ხატებს რატომ სცემთ თაყვანს, თქვენ უნდა გქონდეთ ამაზე სწორი პასუხი. რომ ჯერ ერთი ეს არის სახე იმისა, ვინ ჩემთვის ძალიან წმინდაა, არა აქვს მნიშვნელობა, აქ მაცხოვრის სახე აქვს ღვთისმშობლისა თუ რომელიმე წმინდანისა, იმიტომ რომ ეს წმინდანი შეიძლება განსაკუთრებული თაყვანისცემის და პატევის საგანი იყოს ჩემთვის პირადად და ამიტომაც მე თაყვანისცემ მას, მაგრამ თაყვანისცემ იმიტომ რომ გამოვლინდა მასზე, გარდამოვიდა მასზე სულიწმინდის განსაკუთრებული მადლი. თორემ ღმერთი რა თქმა უნდა ყველგან არის, თაყვანისცემა ღვთისა ყველგან არის შესაძლებელი, მაგრამ არსებობენ განსაკუთრებული ადგილები, ისეთი როგორც ტაძარია და განსაკუთრებული სიწმინდეები, რომელზედაც გარდამოსულია ეს მადლი და ჩვენ გვინახავს მაგალითად მირომდინარე ხატები და მირომდინარე უხრწნელი გვამები. ამიტომაც მართლმადიდებლობის ზეიმი სწორედ დასტურია ამ სიმართლისა, ამ ჭეშმარიტებისა და მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დღევანდელ დღეს კალენდრულად აღინიშნება, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ჩვენ, რომ 7 მსოფლიო საეკლესიო კრება გახლავთ ის 7 საყვირი, რომელიც სამყაროში გაისმა ჭეშმარიტების დასამოწმებლად. ახლა უნდა დავსვათ შემდეგი შეკითხვა. რა არის მართლმადიდებლობის ზეიმი პირადად ჩვენგან, თითოეული ჩვენგანისთვის? თითქოს ძნელი აქ არც არაფერია, ხო? მაგ გავართ ყველანი და ვართ რომ ვამბობთ, რომ მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ იცით როგორი მართლმადიდებლები ვართ ის შემთხვევაში, როდესაც იმედი ღმერთისა კი არა გვაქვს, იმედი გვაქვს ადამიანის, უფრო მეტად. და ამ შემთხვევაში ჩვენ იცოდეთ, რომ მართლმადიდებლობის ზეიმისგან ძალიან შორს ვართ. იცით რატომ? იმიტომ რომ ყოველი კაცი ცრუ არს, ასე წერია. და როგორ შეიძლება ადამიანის იმედი გქონდეს? ამიტომაც იმედგაცრუებული როგორც კი რჩება მართლმადიდებელი ბრჭყალებში ვიღაცა კაცისგან, ეწყება დეპრესია, ეწყება უძილო ღამეები, ეწყება განკითხვა, ეწყება რაღაცა გაუთავებელი ბრძოლა და წუწუნი იმისა, რომ ეს რატომ მოხდა და როგორ მოხდა და მას რატომ სჭირს ასეთი რა. ეხლა წარმოიდგინე მთელი შენი იმედები, მთელი შენი სასოება ქრისტეზე რო ყოფილიყო დაყრდნობილი, როდესმე გიმთხუნებდა ქრისტე. არასოდეს. იმიტომ რომ ის არის ჩვენი საძირკველი და საფუძველი სარწმუნოებისა, სიხარულისაც და სიყვარულისაც. მაგრამ შენ ეს ვექტორი გადმოიტანე ადამიანზე და დაეხდენი რომ ეხლა ეს ისეთი კაცია რომ ბოლომდე ჩემი ერთგული იქნება და აღმოჩნდება რომ ერთ დღესაც აღარ არის შენი ერთგული და მოგატყუა. ეხლა სამსახურზე რომელიც სტაბილური გონია აღმოჩნდა რომ 5 წელიწადში გაკოტრდა და აღარ არის ეს სტაბილურობაც. ეხლა რაღაცა მასე რა ქვია მთავრობაზე თუ ხარ დაყრდნობილი ან პოლიტიკურად ფიქრობ რომ ან დასავლეთია ან ჩრდილოეთია შენი მშველელი და გადამრჩენელი, აქაც შეიძლება იმედი გაგიცრუდეს. ერთადერთი დასაყრდენი, ერთადერთი ნამდვილი და ჭეშმარიტი სიხარული, უეჭველი და უტყუელი ეს არის ქრისტე, რომელიც არასდროს არ გიღალატებს, რომელიც არასდროს არ გაგიცრუებს იმედს და ვისაც გიგრძვნიათ ეს სიხარული, ვის სულშიც შემოსულა ეს სიხარული, რომელიც ჩვენთვის ქრისტეს მოუნიჭებია, ამ სიხარულით შეგიძლია იცოცხლო აქაც და სასუფეველში გაყვეს ეს ყველაფერი. და არა პირიქით. ამ ყველაფერს, რასაც ამ ქვეყნიურს დაეყრდნობა ადამიანი, იმედგაცრუების ქვეშ აღმოჩნდება, რომელსაც ახლავს მერე ის მდგომარეობა, რომ მართულობ არ ვიცი რატომ მართულობ. ვითხოვ უფლისაგან და არ მეძლევა. სიხარული აღარა მაქვს, მაკლია. გამუდმებით წუწუნი მაქვს, უძილობა მაქვს, დეპრესია მაქვს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ არასწორი მიმართულებით წამოყვანე ჩემი სულიერი მდგომარეობა. ამიტომაც მართლმადიდებლობის ზეიმი სულში თუ გინდა განიცადო, უნდა იყოს შენი და საყრდენი ქრისტე და სხვა მეტი არაფერი ამ ქვეყნად. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, ბრავალს დაგასწროს. ეს აი